მოგესალმებით, ძვირფასებო, ეს არის მეორე ნაწილი GeoGuessr-ის ან GeoGuessr-ის. თუ ქართველების გამოცნობაზე GeoGuessr-ია და თუ მიწების და იმების GeoGuessr-ი. როგორც იცით, როგორც მიხვდებოდით, ახლა ჩემი იუმორის და გამომდინარე და ჩემი გამომეტყველების და გამომდინარე, ჩვენი დღევანდელი ოპონენტი არის გიორგი კორსიზი ქორიძე, ერთი შვილის მამა და ერთი კაცის შვილი, თემურ ქორიძის ბიჭი, გიორგი ქორიძე, მივესალმოთ თუ შეიძლება. გეორჯობა. როგორ ახარ? კი არა, როგორ ახარ გიორგი? გაიხარე, კარგად. შემოგევლე. შენ გაცოცხლებულს უყურე ბოლოს და ძალიან მომეწონა. მოდი, როგორ ვითამაშოთ ახლა? სამი რაუნდი უნდა ვითამაშოთ რა. პირველი რაუნდი იქნება ზოგადი ადგილები, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება შენი ეზო ამოვიდეს და რუკაზე უნდა იპოვო ადგილი და ასე წერტილი და ვინც შორს იქნება ის წააგებს. შემდგომ ვითამაშებთ საფეხბურთო სტადიონებს და ბოლოს ვითამაშებთ საქართველოს. როგორც ვიცი, შენ ძალიან გიყვარს მოგზაურობა და სწორედ ამიტომ აგირჩიე შენ რომ მეთამაშე შენთან ის ყველაფერი. ეხლაც თვითფრინავიდან დიახ, თვითფრინავიდან თვითფრინავს მართავდა. რა თქმა უნდა. შენ პარტი შევქმნათ. ოი, ასაკეთებ, ვინც შენ ბრავა მოგცა. გასტრიტი მინდა გითხრა რომ შესანიშნავად გამოიყურებით. როგორც იცით, ჩემი სასცენო სახელი არის Delightful Ocean 953 საქართველოდან. პატარა ისა გაქვს. პატარა disadvantage გაქვს. არა, სხვანაირად სახელი. პატარა disadvantage გაქვს, იმიტომ რომ მე გვერდში Starbucks-ის სამაგი ესპრესო მიდგას და ბევრად სახი და მინდა რომ მედგას, მაგრამ Start game. არა იყოს. წავიდა. ოპა. ოკეი. წავედით. სად ვიმყოფებით შენი აზრით, გიორგი? ვიცი რომ ნამყოფი ხარ აქ, უბრალოდ იმდენ ადგილას ხარ ნამყოფი რომ უკვე ძალიან პატარა ქვეყანაა და არ ვიცი სადაა, სიმართლე გითხრა და ვიცი რა ქვეყანაა. კი, მეც მაგას ბიჭო, საიტკენ არის ეგ. ვიცი რომ უგებს ხომე ყველა ფეხბურთში. ხო, მეც ვიცი ეგ და ესპანეთთან ანდორაა და ეს სად არის? ჯიბრალტარიც მანდარი. აი სან მარინო არის აი ეს ადგილი იქნება პოპულარული ადგილი თუ არის? არის ტორედიმო აი ეს იქნება მე ვიყო არა კაცი 15 წამი აგიხა ბატონ გიორგის ახლა გიორგის მონიშნა რითია ой ბიჭო მაინც აბა რა ბიჭო ორი დაგარტყი აი ყურეთ ზემოთ არის 6000 სიცოცხლე გვაქვს და ახლა 1.5x ურტყამ რა კარგი ეს რა ადგილი არის ეგვიპტეა გიო შენი აზრით ცნობილი ადგილი არის ძალიან. ეს უეჭველი ის არის. ის ადგილი არის, მაგრამ ის უფრო დანგრეული არ უნდა იყოს. თავისუფლებიდან რო ჩადიხარ. კი. რაბათის ციხე, ხო? კი, ზუსტად რაბათი არის. არ ვიცი. ბიბლიოთეკაა მგონი. რუკაზე მონიშნა როგორ არის? ბიჭო, დააჭერ და ინიშნება რა როგორ არის. საქართველოში, რომენეთში ხარ ეხლა რასაც გიხმობ. სერბეთი. აბა რა, თან ზღვაც რო აქ ირგვლივ ძალიან კაია ეგეთი ადგილი რო იპოვე. შენ უფრო ახლოს ხარ ბიჭო? ჩემი რა კვერცხი ხარ? მალტა იყო? ერთი წამი, შენ იყავი ახლოს უფრო? შენ იყავი, ანუ მეტი მომარტყი ვერ დაინახე? კარგი, საინტერესოა. რა გვაქვს აქ გოთიკური სტილი? სუვენირი. კაი, ხალხს დავაკვირდეთ, აბა გიორგი, სადაური ხალხია. მგონი აფრიკელები არიან. ბიჭო, მუსიკა არის იმაზე, ხო? 7000-ზე ჩართული. კი. აუ, რა ადგილია? ბიჭო, რა ნერვები მეშლება? წესით, აი, ცნობილი ადგილია თან და წესით რომ მგონია რომ უნდა ვიცოდე, წარმოდგენა არ მაქვს. აუ, არ ვიცი, ჯორჯი. არ იცი. სუვენირი. აუ, დაასვა. ერთი წუთი. შენ სადამდე წახვედი? ნარვესე. აუ. არ ვიცი. აი
რატო დაასვი მანდ? ბიჭო, ეწერა ლატვიის მუზეუმიო. მართლა? ხო. ეს მალე უნდა გავაკეთო ახლა. აქ წინ წასვლაც და უკან წასვლაც შემდეგია, ხო? ეს არ ვიცი. გეხვეწები შორს დასვი, გეხვეწები და ერთ დარტყმაში დაგაუბედურებ. კაი, არა, აქ უნდა დავსვა სადმე. ვერ დასვი ვერსად. ერთი წამი. ერთ წამს რატო ვერ დავაჭირე? საცვამდი, კაი. კარდიფი ყოფილა, მე უელსი მივხვდი რომ იყო, მაგრამ შენ საცვამდი. ევროპაში ვსვავდი სადღაც. ხო, მაგრამ აი გერმანიაში დასვამდი, მაინც წააგებდი რა. არა უშავს. შეიძლება. კაი, გიორგი, ერთით ნოლს აგებ? გასაკვირი არ არის? ძალიან ტანჯვა იყო ეხა ეს. არა და მწვანე დავინახე იმაზე, უცბად ალჟირისკენ წავედი, მე უცბად ზემოთავედი და პროსტა მეთქი ევროპაში სადმე ჩავსო თქო და ვერაფერში ვერ ჩავსო. შენ ძმობას პიცა ვარ, უელსის დროშა დაინახე და უელსის დროშა ვერ დავინახე, მწვანე დავინახე და მწვანეთ ერთი მწვანე დავინახე, ერთი თეთრი და წავედი ალჟირზე. წავიდა სტადიონები, ქოროს, გადავედით ქოროს მოედანზე წესით, იმიტომ რომ ყველა მოედანზე არის უცხოურზე ნამყოფი. ეს სადა რა სტადიონია? კერეკპარნოლას ბეჯარათ. საინტერესოა. ვაფშე ვერ ვცნობ ლოგოს. დაჟე კონტინენტს ვერ ვცნობ სადაურია. ისეთი ინფრასტრუქტურა არის, რომ წესით ევროპა უნდა იყოს. აუ, შენ რამდენს დაბოდიალობ? აუ, კარ. აბა რა, ბიჭო. დაი, ქვეყანა გავარტყი შეჩემა. უნგრეთი რო იყო მივხვდი. რატო მივხვდი? რაღაც ენაზე სკლაჩ რაღაც რო იყო. აუ, ეს არ ვიცი ძმა. ამაში ყველაზე ძლიერი ვინ იქნება შენი აზრით, გიორგი? საბა საპანაძე თუ ტატო ბაციკაძე? დიმა იქნება ნებიერიცია, უნდა ვათამაშო. ბიჭო, აი იცი როგორი ქვეყანა არის, რომ წესით ჰანოვერი, ნიურნბერგი იყო აშკარად. არა, ჰანოვერი მე დავსვი. ეს იყო კლავისტრონბობია. აუ. Делиже Газпром, бля. Давай, гази чарте. ეს რა არის? რა დაბელიგა ნიჟნი ნოვგოროდი. ეს რა სტადიონია? აიჯე. Делиже. Газпроმი გასაგებია რომ ეგ არის, მაგრამ ძალიან დიდია პროსტა. არაფერი არ არის სტადიონზე. ან ვერაფრით ვერ მეხვდები. აუ, იაპონიაში წავიდა ტიპეთში. არ ვიცი. რუსეთში დასვე? კაი. სებული ყოფილა. ხო, ბიჭო, არ იყო რუსული სელიჯე, არ არის რუსული შეჩე. ხო, არა. ეს YouTube ლიგის სტადიონია, რომელიც მალე აშენდება. ბიჭო, ეხა უყურებ დროშებს რა. ლოგოებით უნდა ჩანდეს ესეთ, მაგრამ ლოგოებით რო არ ჩანს. თვითონ კლუბის ეს არ ჩანს. ბიჭო, მე ეს მგონია რა. ეხა რო ზუსტად დამესვა, მაგიარებ. ჩემი ორივე. არა, კლუჟი არ ექნებოდა, ბიჭო. დიდი სტადიონი ექნებოდა კლუჟს უფრო? ხო, კლუჟს ხალხიც ექნებოდა სტადიონზე წესით. და შენ ბრასოვი ეს რა არის, ბიჭო? 1907 წელს არის დაარსებული. ეს რა არის? თან ბიჭო გაორმაგებული ხდება, ეხლა რაც უფრო დრო გადის, ეხლა 2x ხდება, ანუ ჩვენი სხვაობა, ვისიც მეტია, იმ სხვაობით ხდება დემეჯი, ხო ხდები აგერ? D+.
ეს უნდა იყოს. ანუ აქ რა არის რა? ეს არის ჩისინაუს გუნდი. აბარა. ვაი, გადარჩი. ისევ რუმინეთი იყო. ძალიან მაგარი, მაგრამ ეს რა არის? ინტერის აკადემია არის. ქალაქით უნდა მივხვდე. საიდანაა გადა? ვიღაცა კამერა აგდო ზემოთ და ეცავს იმას დააკვირდი ტრიბუნას გარშემო. ლაგუნა ვერეს ტრიბუნა არის. ინფრასტრუქტურულად გავს. აუ რამხელა ქალაქია ბიჭო, ხო დიდი ქალაქია ძალიან. ნახე რამხელა ქალაქია ჩად. აუ ეხა ეს სირცხვილი არ არის ეს რო ვერ გამოვიცნოთ. მე ხელს ჩასაჭიცო ეძებ. კაროჩე დედაქალაქი როა, ჩემი აზრით დედაქალაქია რა. იმიტომ რომ ძალიან დიდი ქალაქი არის. არა, დიდი ქალაქია. იქ კიდე სტადიონი აქვს და იმის იქით კიდე სტადიონია და აქ კიდე 6 სტადიონია შეჩემ და 8 სტადიონია ჯამში. და იქით კორტებია კიდე, ანუ ცენტრი არის იმისი, რა ქვია, სპორტული, მაგრამ ცუდი გარემონტებული, ანუ აი ცოტა ნახევრად პოსტსაბჭოთა არის, ნახევრად ევროპული. ანუ აი ეგეთი ვიდი აქვს. გუნდის ის დაინახე? არა, მეც ეგ წავიკითხე და დავსვი პროსტა და ეხა ხო ვიცი შენ იმენა ჩაასვა. და ძალიან გამაღიზიანებ. ჩეხეთი იყო, პრაღა იყო შეჩ. აი რა. გადაო, რა. აი ეს გასაგებია. რატოა გასაგები? რა არის გასაგები? აჰ, დაიცა. ერთი წუთი რა არის ერთი წუთი არაფერი არ არის ერთი წუთი არა. კუთხა ბანკი სადაურეა. რა არის გასაგები შეჩემა? პროსტა მოდი ესე დავსვავ რა. და დებილურად დავსვავ. აუ რაღაცა. აუ არ ვიცი. არ ვიცი, გთხოვ ძალიან არა ვცდე. ვაიმე სატრა პატარა HP დავჭა. ხო არ გადაო. ეს არის გადამწყვეტი? ეს რატოა გადამწყვეტი? ვოლტაც აიხა სუპერბოკ და რაღაცა რატოა დაბლარული? სუპერბოკა წერია იქაც აშკარად. Ha un banco que está a ajudar. Просто ვერ პაულობ. აუ იმენა ვერ პაულობ, просто თორე ვიცი. რა იცი? აუ არგი რა. გადაო ბჭო პორტუგალია იყო. ძალიან სვარკა თამაშია ის. ო, არ ვიცოდი. შენ რა გეგონა? შვეიცარია? ვერ ვიპოვე. დროშა გეგონა ის შვეიცარიის გვერდზე ვერ დაინახე რომ სხვა 3000 ეგეთი იყო სხვადასხვანაირი. აჰა, всё, მე ქვეყანა ვიცი. ქალაქიც ვიცი. თუ ისე მგონია რომ ვიცი. ჩატ ხო თითქოს close fight-ი იყო. ხო თითქოს close fight-ი იყო. მაგრამ ეხა განახებთ რა დიდი ვარ. ვერ ვიპოვე პროსტა რა. ნახე ზუსტად დავასვი 5000-იანი ბიჭო. იმენა სტადიონს დავასვი. რო არ მქონდა. ვერონა? ხო დავინახე მეც. არა ეს კაი იყო. აი შენს მობას ფიცავარ, ანუ არ მიხარია რომ მოვიგე რა. ანუ იცი რატო რომ შემთხვევით მოვიგე. საქართველოს ავიღობთ, ეხა ბოლო ვითამაშოთ ჯეორჯია. აი, ბოლო საქართველო. ქოროს არ აქვს სოფელი. დაწოხაროთ. ო, საქართველოს შეჩემა. აჰა. აი ეს როგორ უნდა მივხვდე, ის ეხა რა ადგილი არის, ანუ აშკარად საქართველო. აშკარად საქართველოა და აშკარად დასავლეთ საქართველო, არა? რას ფიქრობ? აი ეს ეხა რაც არის აქ. უეჭველი დასავლეთ საქართველო არის ეს. ბიჭო, აი ქობულეთს გავს, მაგრამ არ არის ქობულეთი. მე ქობულეთი მგონია სხვათა შორის რო იცოდე. ქობულეთში ხო იყა ნამყოფი ხარ 100 ჯერ შეჩემა.
და. მოდი მე ვიზავ. სად არის? ვახ. ვერ მოვასწავლეთ. აი, მართლა ქობულეთი. იმენა ქობულეთი იყო შეჩება რომ უყურებდი. ოზურგეთის მონიშნო მინდოდა ვაფშე, მაგრამ დამეკარგა უცბად. ვახ. ეს ძალიან იზია. იცი ეს ადგილი? ადგილი შეიძლება ზუსტად ეს არ ვიცი, მაგრამ ვიცი ახლა სადაც არის ეს. მე არ ვიცი. საინტერესოა. სუგდიჩი ხარ? დეგენერატი ხარ შეჭი? არ ვიცი. თბილისში არის ეს? სად არის თბილისი? აუ მე საწავედი ნარიკალა ფორტრესი. რა ადგილი იყო, არ ვიცი. გე უკვე? არ ვიცი, ერთი თავიდან საქართველოს. კაი როგორ ვიზამიცი, დუელი კი არ იქნება, ჩელენჯი იქნება. ანუ კულებამდე არის, 5 რაუნდიანია და ჯამში ვინც მეც დააგროვებს. დღეს არის, დღეს ეხა არა, მაგრამ როდესაც ვიდეოს წერ არის 26 მაისი. რომელიც არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და საქართველოს ბანკმა გადაიღო ძალიან კარგი და ისეთი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის მომცემი ვიდეო კლიპი, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ, ყველგან დევს საქართველოს ბანკს თუ ჩაწერთ სადმე ნებისმიერ ადგილას ყველგან დევს და რაც არის ამ ვიდეო კლიპის მთავარი მესიჯი, რომ მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გაერიოს და ბევრ სივრცეში იქნას გამოყენებული. რაღაცას თითქოს ნამყოფი ვარო აქაო, მაგრამ ნამყოფი ვარ კი არა ვარ შეჭმა ნამყოფი. მოთ საით არის? აი, უეჭველი არა ჩათ? არ ვიცი. ნახე რა ახლოს დავსვი შეჭი. 4964 პოინტი ავიღე. შინაიქე 408. ანუ 400 მეტრით ავწდე. მართლა ეგ ადგილი იყო, სადაც მეგონა თოვლის გარეშე მან არ ვარ ნამყოფი, მაგრამ მე კი ზაფხულში ბორებზე. რაღაცა გავბაგე ხა. სირცხვილი არ არის ეს რა არ ვიცი. რატო უნდა იცოდე უეჭველი ეს ადგილი? ანუ რა არის აქ? ისეთი რომ 100% უნდა იცოდე. ბიჭო, აი გამოყოფილია რა. ძველი ბათუმია? ძველი ბათუმი. მე მაქვს იდეა რა. იდეა მაქვს. იდეა მეც მაქვს, მაგრამ ეგ არ არის. მე ეს მგონია. აუ მე პროსტა ვერ ვასწრებ ხა. იმიტომ რომ ჩემი სად დასვე? აფხაზეთში ზუსტად იქ დავსვი, შეჩემა სადაც იყო. რა დიდი ვარ. შენ სად დასვი? გაკ. ზღვას. არა, ზღვასთან მართლაც. ხო არ ღადავ, რა დიდი ვარ პროსტა. გამომიწერეთ. რა? რატო დავსვი იცი აქ? კონძოლი როა იქ. ყიბლში? სიმინდის კონძოლი როა გადაღებული. ძალიან სირცხვილია ზღვა. რა სირცხვილია? არა, სირცხვილი არის, მაგრამ ხუჩრა იცოდი? ეს სირცხვილი კი არა, ეს რა არის? არა, ესეც ვიცი. ეს არის უეჭველი, ეს ადგილი არა. ოდესა ხო? აუ არა, ბიჭო. გონიო, სუფსა მეგონა. გურია მეგონა. მაგრამ გურია როგორ იქნებოდა ქვევით სასტუმროები იყო, ბიჭო. გასტრიტი წამოიწია ცოტა. ეს ვიცი. რა უაზრობა არის. ეს ხო ეგ ადგილი არის. კი. რა ყაზბეგი არა? ხო. არ არის ყაზბეგი. პარი გადის თუ არ არის მტკარი იქნება წესი. გაგიმარჯოთ. ხარ ვიცი. ძალიან პროსტა დავს. ბატონო, ქვემო ჟოშხა ყოფილა. ხარ.
აუ, ეს ის სად არის პროსტა გავიხსენო ეხა ნეტა. ბიჭო, აი არა, ვიცი რაც არის. უაზროთ ის ვქე. არა, ეს იცი ხო ეს შენ რაც არის. კი. ხო და სად არის? საქართველოშია. ვიცი რომ საქართველოსია და არ მახსოვს კახეთში არის თუ აქეთ არის. ეგ მაგდენი არ ვიცი ახლა. მე ოდესა მოვნიშნე. ბიჭო, ის არის იმის აკაკი წერე სახმუზეუმი არ არის ვიღაცის? არ ვიცი. და არ ვიცი. ჩემი აბარა. შენ იმენა წინანდალი მონიშნე, ხო? აუ. ჭავჭავაძის. აუ, წავაგე? წერეთ, ხო? აი ვიცოდი რა კაროჩე რომ სახმ პროსტა არ ვიცოდი საათი. წავაგე. შენ წააგე 15 და 900, 15 და 600. ეს იყო ბონუს თამაში, ანუ ყველაფერი წააგე გიორგი კორსიზე, მაპატიე. ხო და მე ვივარჯიშებ და ძალიან მარტივია. კაი, 2500 ლაიქი თუ ექნება ამ ვიდეოს, გიორგი კორიძეს აქ დრო იქამდე, სანამ ეს ვიდეო აბა 2500 ლაიქს ეტას. ოდი 2430. კაი, და პანგურებზე ვითამაშოთ, გინდა? კი. 20 პანჩურზე. აღარ სტადიონები და სტადიონები, ცნობილი ადგილები და საქართველო. არა, სტადიონები და გურია. არა, სტადიონი, ცნობილი ადგილი და საქართველო. კარგი, რა არ უნდა დავიცეთ ერთ სახს. ჩატს. ხალხის გამოწერა მეგობრებო და კომენტარის დაწერა და ის აფხაზეთში ზუსტად დავასვი იმ ტბაში, ეგეც თუ შეიძლება რომ აღნიშნეთ კომენტარებში რომ ვიხადავე ყველა მაგნიშნეთ ხო, დიახ, და არ დიახ. მომნიშნე. როგორ აღნიშნეთ, იცი რომ აუ ეგ საღოლ ძმაო ის აფხაზეთი მაგარი გამოიცანი. ანუ იმენას ისტერე. და გვეთქვა საღოლ ბასტო ის აფხაზეთი მაგარი დაიბრუნე. ესეც გვეთქვას. საღოლ, მართლა ბრავო. ძალიან დიდი ვარ. კაკოცე, უღრმესი მადლობა, იმედია გაერთეთ, იმედია გესიამოვნათ, იმედია რასაც აკეთებდით. რა აქტივობასაც აკეთებდით იმის პროცესში გაერთეთ, ანუ ანჭამდით ამ პირიქით. დიდი მადლობა, გიორგი, უღრმესი მადლობა და როგორც NPC თამაში იყო. როგორც დავიწყეთ, ისე დავასრულოთ. წამყვანის თემა არის, როდესაც ზღვა გაქესებ მთლიან ეკრანზე წინ და ქუთაისში სვამ პინს, აბა, გისმენთ. დიახ. ეს იყო ხო? დაგემშვიდობებით, გიორგის გადაუხავთ უღრმესი მადლობა. მუსუროთ მორჩენა ფეხის, პროფესიონალ ფეხბურთში დაბრუნება. დავაი, გაკოცე. დელულუ. მოკლედ სულ ეს იყო მეგობრებო, როგორც ხედავთ, ჯერჯერობით დაუმარცხებელი ვარ, სპეციალურად ვარჩევ ისეთ ოპონენტებს. აი მაგალითად, წინა ოპონენტი იყო ჰიტა. ჰიტა ბოლოს შოთვიფრინავში იჯდა, მაშინ იჯდა პირველადაც. ანუ ბოლოსაც და პირველადაც. და იყო მალტაში. მაგრამ სანამ ვეთამაშებოდი, როცა ვეთამაში, მაშინ ჯერ არ იყო მალტაში ნამყოფი, სწორედ ამიტომ ჰიტა ავირჩი ოპონენტად და დავამარცხე. შემდგომ გიორგი კორიძე, რომელიც ერთადერთხელ არის ნამყოფი იტალიაში ჩემთან ერთად, მაფია ვითამაშეთ და მე იბერიის საგარეო თამაშებზე ესტონეთში არის ნამყოფი და მგონი კიდევ ერთ ადგილასაა ნამყოფი. და ზუსტად ამიტომ გიორგი კორიძე ავარჩი რომ მოვგო, შემდეგი ვინ ავარჩიო არ ვიცი, ალბათ შემდეგი იქნება ვინმე 4 წლის ბავშვი, ვისაც მაუსის ესე ხელის მოკიდება შეუძლია, მაგრამ წარმოუდგენელი იქნება რას აკეთებს. ამ თამაშს მე არასდროს არ წავაგებ, იმიტომ რომ ოპონენტებს მე ვირჩევ. წავედი, გაკოცეთ, უღრმესი მადლობა, მიდია მოგეწონათ ვიდეო.